მე ვარ ანა ჯაბაური, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე და დიდი ხანია მინდა ჩავწერო ეს ვიდეო, თუმცა დროის უქონლობის გამო და ემოციურადაც არ არის ადვილი ყოველთვის მზად იყო მსგავსი ვიდეოს ჩაწერისთვის. მაგრამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ცოტნეს გულშემატკივარი, ასე ცოტნეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ოჯახის წევრები წერენ და მეკითხებიან, როგორ ვუტარებთ ცოტნეს რეაბილიტაციას, როგორ ვიცავთ მას უამრავი გართულებებისგან, რომელიც მუდმივად ჩასაფრებული აქვს ასეთ პაციენტებს. სწორედ ამ შეკითხვებმა გადამაწყვეტინა ამ ვიდეოს ჩაწერა და კიდევ ერთმა რამემ. ბოლო 6 წლის განმავლობაში ერთი ძალიან საინტერესო რამ აღმოაჩინე. ასეთი პაციენტის ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ ვიყალიბდება განსაკუთრებული ემპათია, სიახლოვე და თანაგრძნობა, რომელიც დაუზარებლად გვაზიარებინებს ერთმანეთისთვის საკუთარ გამოცდილებებს. და ხშირად სწორედ სხვისი პრაქტიკული გამოცდილება გვაძლევს არა მარტო პასუხებს შეკითხვებზე, არამედ ძალას და იმედს. ამიტომ მინდა ის გამოცდილება, რომელიც ამ 6 წლის განმავლობაში დავაგროვეთ, გაუზიარო ისეთ ადამიანებს, რომელთაც ამ ურთულესი გზის გავლა უწევთ. მე ვარ ექიმი და თავიდანვე ცოტნეს მკურნალობასა და რეაბილიტაციაში ჩართული ვიყავი არა მხოლოდ როგორც მეუღლე. მთელი ამ წლების განმავლობაში თანამშრომლობთ როგორც ქართველ, ისე ევროპის კლინიკათა წამყვან სპეციალისტებთან, ვიყენებთ თანამედროვე პროტოკოლებს, გაიდლაინებს, თანამედროვე მეთოდებს, აპარატურასა და თერაპიებს. ხშირად უცხოელი სპეციალისტებიც ჩამოყავს საქართველოში, რომლებიც ცოტნესთან თვეობით მუშაობენ. რა თქმა უნდა, თითოეული პაციენტი არის ინდივიდუალური, მზა რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ მაინც მგონია, რომ რასაც მე ახლა თქვენ მოგიყვებით, ოჯახებს დაეხმარება პაციენტების ყოველდღიურ მზრუნველობასა და მოვლაში, რეაბილიტაციის სწორად წარმართვაში, შეცდომების თავი დანაცილებაში და ბოლოს და ბოლოს იმედისა და ძალის შენარჩუნებაში. ამ გზის გავლა არის ძალიან რთული და მოითხოვს 24 საათიან რეჟიმში ტონუსში ყოფნას. ყველაზე დიდი გამოწვევა ასეთი პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება, რადგან ცოტნეს აქვს ნათელი გონება, ძალიან კარგად ესმის. რაც ხდება მის თავს ძალიან უჭირს, უმძიმს, ამიტომ უამრავ სამუშაოს ვატარებთ. და რა თქმა უნდა, პირველი ამის პროფილაქტიკა არის სიყვარული, მოფერება და ყოველდღიური საუბარი მასთან, თუ როგორი ძვირფასი და საჭირო ადამიანია იგი პირადად ჩემთვის. ცოტნეს რეაგირება არის ღიმილი. ყოველთვის შეუძლია, სულ არაფერი არ შეეძლოს. რამდენიმე მდგომარეობაშიც არ ყოფილა ამ 6 წლის განმავლობაში, ჩემი მოფერება ყოველთვის შეუძლია. არაფერი რო არ შეეძლოს, ეს შეუძლია ხოლმე, რაც რა თქმა უნდა მეც ძალას მაძლევს, იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე პრობლემაა ოჯახის წევრს ჰქონდეს ძალა, იმედი და ენერგია იმისთვის, რომ წლების განმავლობაში 24 საათიან ტონუსს გაუძლოს. რა თქმა უნდა, ამ ენერგიის, გამძლეობის და ტონუსის წყარო არის მაინც სიყვარული და ისიც, რაც ამ წლების განმავლობაში ერთად გავიარეთ. ცოტნეს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება აი აქედან. შესვლამდე გაიკეთე ნიღაბი, დაიმუშავე ხელები, ჩაიცვი ბახილები. აქვე გვაქვს მოწყობილობა ამისთვის, ხელების დასამუშავებელი, ნიღაბი, ასევე გვაქვს ბახილები და ხალათი. ამას ყველაფერს აკეთებს ნებისმიერი ვიზიტორი ცოტნესთან, ეს იქნება სპეციალისტი თუ მისი სტუმარი, რომელსაც ახლო კონტაქტი და შეხება აქვს ცოტნესთან. გარდა ამისა, რომ ცოტნეს ყოველდღიურად ვასუფთავებთ ლოგინში და ვუტარებთ სხვადასხვა ჰიგიენურ პროცედურებს, აუცილებელია ასეთი პაციენტებისთვის გამდინარე წყლის ქვეშ ხშირი შხაპის მიღება. ამისთვის გვაქვს სპეციალური მოწყობილობა, სადაც ძალიან ადვილია იყიდება ესეთები და ძალიან ძვირიც არ ღირს, სადაც ძალიან ადვილია პაციენტის ჩასმა, ასეთი პაციენტის ჩასმა, შევაგორებთ აბაზანაში და კარგ შხაპს ვაღებინებთ საკმაოდ ხშირად. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ თვეში ერთხელ მოყვავს სადეზინფექციო სამსახური და სრულიად საცხოვრებლის დეზინფექციას ვახდენთ ხოლმე. ეს თვეში ერთხელ. რადგან, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ცოტნე დავიცვათ ინფექციებისგან. მოდით. ეხლა მინდა თვითონ კონსტანტინემაც გაგიზიაროთ თავისი გამოცდილება, რადგან ცოტნეს რეაბილიტაციაში თავიდან ბოლომდე პირველი დღიდან ძალიან ინტენსიურად არის ჩართული და ჩემზე ნაკლები არ იცის ცოტნეს შესახებ. ეს არის
მოულოდნელობებით ახსავსე რეაბილიტაცია. ძალიან ხშირად ჩვენ არ ვიცით, რა იქნება გარკვეული დისტანციის გავლის შემდეგ. აი ის გავს რაღაცნაირ მოგზაურობას, როდესაც შენ რაღაც გარკვეულ მონაკვეთს გაივლი და ამ მონაკვეთის იქით არ იცი რა იქნება. რაღაც ძიებებში ჩვენც ვართ. სხვათა შორის კონსტანტინა და მე ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე და გიორგი. რაღაცას ახალს გავიგებთ, ერთმანეთს უგზავნით, მე უკვე ვამოწმოთ ჩვენს პროფესორებთან და კიდე ვცდილობთ რომ სხვა ახალი რაღაც ნაბიჯები შევიტანოთ ცოტნეს რეაბილიტაციაში. ეს არის რობოტი, ეგზოსკელეტონი, ეგრეთ წოდებული, რომელიც ეხმარება ცოტნეს სიარულში, ახსენებს სიარულს. საკმაოდ ძვირია, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ვიქეირავეთ რამდენიმე თვით, შემდეგ ან გავაგრძელებთ, ან შევცვლით უფრო წინწასულ რობოტზე. 2, 3, დავიდა ცოტნე მიდი. ვაჩა. კარგად არის, ხელით გვეყნობა. სხვათა შორის ცოტნეს ძალიან სიამოვნებს ამის გაკეთება, იმიტომ რომ არასოდეს არ აპროტესტებს. მე მგონი მონატრებულია სიარულს და ყოველდღე სიამოვნებით აკეთებს ამას. ეს არის ცოტნეს ეტლი ტრანსფორმერი, გარდა ეტლის ფუნქციისა, მას გააჩნია ვერტიკალიზაციის ფუნქცია. ყოველდღე დილის ვარჯიშის მერე 40 წუთი ვაკეთებთ ცოტნეს ვერტიკალიზაციას. არის კომპიუტერული სისტემა, ამით შეიძლება გაკეთდეს საწოლიც, ეტლიც და სავერტიკალიზაციო, როგორიც გვინდა, როგორ ფორმაში და როგორი დახრის კუთხითაც სავერტიკალიზაციო მოწყობილობაც. რა თქმა უნდა, როდესაც ფეხზე ვაყენებთ, აუცილებლად ვაცმევთ ორთეზებს, სპეციალური ორთეზები აქვს ცოტნეს, როგორც ხელის, ასევე ფეხის. ფეხის ორთეზები, იმიტომ რომ ასეთი პაციენტების კიდურები ცდილობენ, რომ ფორმა შეიცვალონ და ვეწინააღმდეგებით ამას, გარდა ამისა, ფეხზე დგომისას, რომ კოჭის სახსარი არ ეტკინოს, ყოველთვის ვაცმევთ ორთეზებს. სათია ცოტნე თავი, აიგე, ყოჩა, მიდი ცოტნე, მიდი. 2-3 წავიდა. ეს არის მეორე აპარატი, რომელიც არ არის რობოტი, მართალია ნაბიჯების სრულყოფილ გადადგმას ხელს არ უწყობს, მაგრამ ეს არის ტრენაჟორი, რომელიც სიარულის გახსენებას და ნაბიჯების გადადგმის გახსენებას ასევე უწყობს ხელს. სხვათა შორის არ არის ძალიან ძვირი აპარატი, ამასთან შედარებით, რობოტთან შედარებით არის უიაფესი და რაც მთავარია, რა არის კიდევ საინტერესო, ამ სიარულს walkers, როგორც ეძახიან ინგლისურად, ამ სიარულის ხელისშემწყობ ტრენაჟორს მოყვება 3D ტელევიზორი სათვალე, რომელშიც სხვადასხვა სიუჟეტებს ვაჩვენებთ ცოტნეს. ეს არის ხელის რობოტი, რომელიც ეხმარება სპასტიკის მოხსნაში და ხელის გაშლის გახსენებაში ცოტნეს twins. ნახეთ, ხან ერთი ხელი იშლება, ხან მეორე. ეს არის ცოტნესთვის ინდივიდუალურად პროგრამირებადი ელექტრონული ველოსიპედი კომპიუტერი, რომელიც ეხმარება მას როგორც ზედა, ასევე ქვედა კიდურების მიზანმიმართულ მოძრაობაში. წელიწადნახევარი ცოტნე მკურნალობდა თურქეთისა და გერმანიის სხვადასხვა კლინიკებში და სარეაბილიტაციო ცენტრებში, რაც ასეთი პაციენტებისთვის არც თუ ისე უხიფათოა, რადგან პირდაპირ წყაროა ჰოსპიტალური ინფექციებისა და ცოტნეს ჰქონდა ასეთი 6 ჰოსპიტალური ინფექცია. ამ დროს კიდე მეორე საშიშროება ემუქრება ის, რომ შეიძლება კრუნჩხვები დაემართოს მაღალ სიცხეზე. ამის პროფილაქტიკასაც ვაკეთებთ. ყველაზე დიდი შემაწუხებელი სუბიექტურად, რაც ასეთ პაციენტებს აქვთ, ეს არის სპასტიკა, კუნთების საშინელი დაჭიმულობა, რომელსაც პაციენტი ხანდახან ისტერიკამდე მიყავს. ამის პრევენციასაც ვაკეთებთ სხვადასხვა როგორც მედიკამენტოზური თერაპიით, ასევე ბოტოქსოთერაპიით. ყველაზე რთული მომენტი ცოტნეს ცხოვრებაში მაინც იყო ამ 6 წლის განმავლობაში აბსოლუტურად დაუმორჩილებელი და რეზისტენტული გულყრები, ეპილეფსიური სტატუსი, ძალიან ბევრი წამლების, მძიმე წამლების კომბინაცია სცადეს და არაფერმა არ უშველა. ერთადერთი რამაც უშველა, ერთ-ერთი კომის დროს გადაიყვანეს კეტოგენურ დიეტაზე. როგორც კი ორგანიზმი კეტოზში გადავიდა,
ცოტნეს კრუნჩხვები ვითომც აღარ ქონია. პაციენტებს, რომელთაც აქვს მძიმე ტვინის ტრამვა, მე ვურჩევ და მოუწოდებ, რომ თუ სხვა კომბინაცია წამლების ვერ შველით, კეტოგენურ დიეტას მიმართოს და ამაში შემიძლია დავეხმარო, რადგან მე მაქვს კანადელი, ჩემი მეგობარი კანადელი ექიმია, რომელმაც მენიუები მოგვიმზადა მე და ცოტნეს და ყოველდღიურად ვკეთებთ ახალ კეტოგენურ საკვებს და ამ მხოლოდ კეტოგენური საკვების ფონზე მთლიანად გაკონტროლებული აქვს ცოტნეს ეპილეფსია ყოველგვარი რეციდივების გარეშე. ყოველდღიურად დადიან შემდეგი სპეციალისტები ცოტნესთან: მეტყველების სპეციალისტი, კლაპვისა და კვების სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, მანუალური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი, პერიოდულად ნეიროფსიქოლოგი და სპეციალისტი, რომელიც აყენებს გარკვეულ აპარატურაზე. მე მესმის, რომ ძალიან ბევრ პაციენტს არ აქვს ამის საშუალება, რაც ჩვენ გვაქვს და ცოტნეს აქვს, მაგრამ არსებობს სახელმწიფო პროგრამები, ზუსტად ვიცი, რომლებიც დაეხმარება მსგავს პაციენტებს. ეს არის საქართველოს კიდე ერთმანეთსაც ვეხმარებით. ასევე ამ სახელმწიფო პროგრამებში შედის მრავალი პროფილის ექიმები. არსებობს დაზღვევები, თუნდაც სახელმწიფო დაზღვევები, სადაც მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება. მე დღეს იმ მეთოდებზეც გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ფაქტობრივად არაფერი არ ღირს. ჩვენ აქ არც მილიონებს ვხარჯავთ, არც რამე განსაკუთრებული უპირატესობა არ გვაქვს. მართალია სახელმწიფომ დიდი პატივისცა ცოტნეს, როგორც პირველი პრეზიდენტის შვილს და მოათავსა სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრში. აქ გვაქვს შესანიშნავი პირობები, მაგრამ აქ მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ სახლში ვერ ბრუნდება ცოტნე გასაგები მიზეზების გამო, სამწუხაროდ, თორე რა თქმა უნდა, სახლი მას ბევრად უფრო მოუხდებოდა. პლუს დავამატებ იმას, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ და გავყიდეთ მიწა იმის გამო, რომ ცოტნეს არ ქონოდა არანაირი დაბრკოლება იმის მიღმა, რასაც სახელმწიფო გვეხმარება. აი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა ჩვენთან ბატონი ალი გორჯი, რომელიც მოღვაწეობს უკვე 30 წელზე მეტია გერმანიაში, არის ორი უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, დამსახურებული ნევროლოგი. ბატონი ალი მეორე პროფესორთან, რომელიც არის პრაქტიკოსი პროფესორი, ბატონი ალი მეცნიერია, ის არის დოქტორ კელინგჰაუსი, მასთან ერთად კურირებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ცოტნეს რეაბილიტაციას შეეხება. როდესაც ცოტნე გერმანიაში 5 წლის წინ ძალიან ცუდად გაგვიხდა, დაემართა აბსოლუტურად დაუმორჩილებელი ეპილეფსიური სტატუსი. სიკვდილსიცოცხლეზე იყო საქმე, როდესაც გერმანული ბიუროკრატიის გამო მისი სწრაფი გადაყვანა ვერცერთ კლინიკაში ვერ მოხერხდა, სწორედ მაშინ მოგვევლინა ბატონი ალი გორჯი და ყოველგვარი ბიუროკრატიული საფეხურის გამოტოვებით პირდაპირ რამდენიმე საათში ცოტნე გადაიყვანა ეპილეფსიის ცენტრში, სადაც ფაქტობრივად ცოტნე გადაარჩინეს. ცოტა რომ დაგვეგვიანა, სავალალო დამთავრდებოდა, იმიტომ რომ მაშინ იყო ზუსტად საღდგომო არ დადაგები და ყველა გერმანულმა კლინიკამ მაშინვე გადაყვანაზე უარი გვითხრა, რადგან ბატონ ალის ასეთი გვარი აქვს, უკვე ვიცით რომ მისი ფესვები სწორედ საქართველოდან არის, მე ვეუბნებ იმას, რომ მას სისხლის ყივილი ჰქონდა და ყოველგვარი წინასწარი გადასახადის, ყოველგვარი გარანტიების, ყოველგვარი დაზღვევის გარეშე თავის თავზე აიღო, გადაგვირჩინა ცოტნე და იმის მერე უკვე მთელი 5 წელია ცოტნეს რეაბილიტაციას მეთვალყურეობ. ჩაერთო რეაბილიტაციის შემდგომ ნაბიჯში, რასაც ქვია ღეროვანი უჯედებით მკურნალობა. ბატონი ალი უტარებს უკვე მეორე კურსს. After the first step which we perform in Germany to control seizures and especially that very dangerous situation of status epilepticus and establishing that the brain that don't make any seizure, then we start the rehabilitation or neurorehabilitation, which is a very important point to improve the brain function. The first step, then we have a physiotherapy and water therapy and also some other methods which improve the situation in last few months, and then we decide to use cell therapy, intranasal form, and to see that how it affects, because usually each patient may have different responses, but fortunately by Satna, that's the first intranasal cell therapy which we did it 3 times about 3-4 months ago, which improved the situation, the brain function, reduced the spasticity of the muscles, and we will continue and to see that
how this affect how many percentage that can improve the brain function, and we have another methods is still as a reserve for the next steps, and hopefully to bring him back as much as possible to normal life. ჩვენ ცოტასთან ძირითადად მუშაობთ იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება შევამციროთ სპასტიკა, რაც იყო გამოხატული, და მუშაობთ, რომ აი ეს პარეზი რაც იყო, როგორ მოხსნათ და რა თქმა უნდა წამოვიდეს მოძრაობა კიდურებში. ასევე ვამყარებთ მუდმივად კონტაქტს, რომ რაც შეიძლება კონტაქტური გავხადოთ, ჩამოვიყალიბდეს თანამშრომლული ენა ჩვენი, რომელიცაც ასე ვთქვი მიმიკები, თვალის დახუჭვით, ხელის მოჭერით, სპასტიკა მოხსნილი არის, პარეზით საკმაოდ შემცირდა. აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზი არის ჩვენი რეაბილიტოლოგი, არის მანუალური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი. უფრო კონტაქტურია. სპასტიკა აშკარად ნაკლები. სპასტიკა აქ ნაკლები, კი. სპასტიკა არის უმთავრესი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ ბევრი ტაქტიკური ხასიათის წინსვლა მოგცევს უკვე სტრატეგიულ წინსვლასაც და სტრატეგიული წინსვლა არის, როდესაც ცოტნე დადგება ფეხზე და შეძლებს საუბარს და გაივლის. აი ეს არის, აი გეტყვით თუნდაც, აი ეხლა მაგალითად ნაკლები წინააღმდეგობა მხდება, როდესაც აი ხელს მაღლავ წევ. ერთ-ერთი რთული და მძიმე გართულება მწოლიარე პაციენტებისთვის, რომელსაც აქვს ტეტრაპლეგია და ვერ დადიან, არის ასპირაციული პნევმონია. ხშირად უმუშავებთ პირის ზღურს, დამუშავების მერე ვუღებთ ნერწყვს და რაც ძალიან მთავარია და მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს, პაციენტს აი ამ პოზაში ვუკეთებთ ბრაგუნის ტიპის მასაჟს, რომ თუ რამე არის ნახველი ჩასული, ზემოთ ავიდეს. ასპირაციის აპარატი, ნერწყვის ასპირაცია რომ მოვახდინოთ და აი ამ დაგვარი მასაჟები თუნდაც დღეში ორჯერ მაინც და რომ გადასცდეს ნერწყვი, პნევმონიამდე საქმე არ მივა. ეს არის სავარძელი, რომელიც არის სავარძელი მასაჟორი, რომელსაც აქვს ინფრაწითელი სითბური გამოსხივება კუნთების მოდუნებისთვის და უწონობის მდგომარეობა. როდესაც უწონობის მდგომარეობაშია უკვე ყველა სპასტიკა და ყველა ტკივილი იხსნება ასეთი პაციენტებისთვის. ბოლო აკორდი ნიკოლოზის ცოტნესთან ყოველდღიური მუშაობისა არის სწორედ ამ სავარძელში ჩასმა, რომ კუნთები მოუდუნდეს, დაღლილი კუნთები. ეხლა მინდა გაგაცნოთ ჩვენი ორი სპეციალისტი, პროფესიონალი, ეკა მეტყველების თერაპევტი და ნათია ოკუპაციური თერაპევტი. და მინდა რომ გთხოვოთ სხვა პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმაც რომ გაიგონ დაახლოებით როგორ ვეხმარებით ცოტნეს რას ვაკეთებთ. ჩვენ ცოტნესთან მუშაობთ ფუნქციური უნარების განვითარებაზე, გარდა ამისა მუშაობთ დისფაგიაზე, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს ცოტნეს ყლაპვის მექანიზმი, გარდა ამისა ვიყენებთ მეტყველების თერაპევტთან ჩართულობით ალტერნატიულ კომუნიკაციურ საშუალებებს და მე პირადად აგრეთვე ვიყენებ eye tracking-ის მეთოდს, რომლის გადაყენებაც ტელეფონში ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ეს გულისხმობს ტელეფონის გამოყენებას თვალის მოძრაობით. როგორც მეტყველების თერაპევტი, ვფიქრობ, რომ ცოტნესთან გუნდური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიყენებ ალტერნატიულ კომუნიკაციას ოკუპაციურ თერაპევტთან ერთად, არომათერაპიას, თავის ტვინის და ენის რეცეპტორების ფუნქციონირებისთვის და სენსორული პროფილით კოგნიტური უნარების განვითარებას. ყველაფერი კარგად იქნება. ეკა ბევრ კოგნიტურ უნარებთან ერთად ავარჯიშებს გემოვნების, ანუ გემოს და ყნოსვის რეცეპტორებს უვარჯიშებს კიდევ. გვაქვს არომატოთერაპიისთვის ჩასატარებელი მოწყობილობა, რომელიც ასევე ძალიან იაფია და ყველა შეუძლია გააკეთოს და ეს არის გერმანელი ნევროლოგების სპეციალური რეკომენდაცია, რომ მას უნდა გაუღიზიანოთ ხანდახან ყნოსვითი რეცეპტორები, რადგან ეს ტვინის უჯრედების აღდგენისათვის ძალიან კარგია. თუ გვეთანხმები, შეხედე კის, თუ არა და შეხედე არას. აი მკვეთრად კის შეხედე. ეხლა გაჩვენებთ იმ მოწყობილობებსაც, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცოტნეს რეაბილიტაციაზე, თითქმის ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ეს არის
ხელის და ფეხის ორთეზები, პაციენტს, რომელსაც გასტროსტომა გაკეთებული, ცხადია, ბასეინში ვერ ჩავიყვანთ, იმიტომ რომ იქ ინფექციის საშიშროება, ამიტომ არის გამოსავალი ფეხის ეგრეთ წოდებული ჯაკუზები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფეხი, რომ არ განვითარდეს არასწორი მიმართულებით, როდესაც ვაჯენთ პაციენტს, ფეხი დავადებინოთ აი ასეთ მოწყობილობაზე, როგორც აი აქ არის. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ფეხის ორთეზის გარდა, ფეხის ორთეზი აქ გავაკეთებინეთ, გამოვიწერეთ Amazon-იდან საკმაოდ ეკონომიურ და ბიუჯეტურ თანხებში. როცა მე ცუდად ვარ, ცოტნეს ცუდ ხასიათზეა და არაფერს არ აკეთებს, როცა მეც კარგად ვარ, ისიც სულ იღიმება და ისიც სულ კარგ ხასიათზეა. ამიტომ ის რომ ჩემ თავსაც გაუფრთხილე და ცოტნეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც აუცილებელია საკუთარ რეაბილიტაციაზე ვიზრუნოთ. ამის გარეშე ჩვენ ვერ გავძლებთ, იმიტომ რომ ურთულესი გზა გვაქვს გასავლელი და საკმაოდ ხანგრძლივად. თუ გინდა ჩქარ-ჩქარა დავიწყებ ხა. პირველად, როდესაც ანასთან მოვედი, ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდა განსაკუთრებით ფსიქოლოგიური. ჩვენმა ძალისმიერმა ვარჯიშებმა ანას მაქსიმალურად მოუხსნა სტრესები და გამოიყვანა რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან. იმიტომ რომ რა სიძნელეების შეჭიდებაც მას უწევს, მას ყველანაირი ძალები სჭირდება. 1. ჩადი, აწიე. 2. აეგრე. ჩადი, აწიე. 3. აეგრე. წელში მოხრილობის პრობლემა შენ არასოდეს არ გექნება, როდესაც აი ამ ვარჯიშს გააკეთებ. 1-ით ჩამოიტანე. всё, საკმარისია, დაისვენე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩვენი შრომის პარალელურად ეს კიდე დამატებითი დატვირთვა, რასაც შეიძლება ვერ გაუძლოთ, გარწმუნებთ, რომ თავს მართლა უკეთესად ვუზავთ. ეხლა გრძელდება დღის პროცედურა, რომლითაც უკვე დავასრულებ დღე. ეს არის ღამის ჰიგიენის პროცედურები. ვატენიანებთ თვალს ცრემლით, ვატენიანებთ ცხვირს, ვასუფთავებთ პირის ღრუს, უხეხავთ კბილებს და ამის შემდეგ უკვე ლოგინის შხაპს უკეთებთ ცოტნეს. ჰიგიენურად უმუშავებთ და საფენს უცვლით გასტროსტომაზეც, რა თქმა უნდა და მხოლოდ ამის შემდეგ ვემზადებით დასაძინებლად კლასიკური მუსიკის ქვეშ. თუ ამ ვიდეოდან ერთი პატარა დეტალი მაინც ვინმეს გამოადგება და ამ ურთულეს გზას ოდნავ მაინც გაუმარტივებს, ჩავთვლი, რომ ამ ვიდეოს ჩაწერა ნამდვილად ღირდა. მადლობა, რომ ისე კარგად ივარჯიშე მთელი დღე. როგორ გიამინდიეთ ჩემს ჩუჩხურებს. ხო, გინეც. ხო.